საქართველოს ბანკის საბანკო საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა იწყებს. რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მოხდება არაპროფილური აქტივების საბანკო საქმიანობისგან გამოყოფა. ცვლილებებია მენეჯმენტის კუთხითაც, როგორია მესამე სექტორის პოზიცია, უნდა ფლობდეს თუ არა ბანკი არაპროფილურ ბიზნესებს და გამოამშვიდობებიან თუ არა მსგავს შვილობილ კომპანიებს სხვა ბანკებიც. ნუცა შუბაშვილი გიამბობთ. კვადრატი, ალდაგი, უნივერსიტეტი და თბილისის წყალი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ობიექტების, რომლებზე უარის თქმა საქართველოს ბანკს მოუწევს. ბანკმა არაპროფილური აქტივების საბანკო საქმიანობისგან გამიჯვნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ეს კომპანიები ცალკე საინვესტიციო ბიზნესად გაერთიანდება და Bank of Georgia ჰოლდინგის დაქვემდებარებაში შევა. საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რომ გამიჯნულია, ჩვენ მიჯნავთ როგორც იურიდიულად, ასევე მმართველობის კუთხით. მოხდება მკაფიო გამიჯვნა საბანკო საქმესა და არაპროფილური საქმიანობის შორის. ამასთან ერთად ჩვენ ამ სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით $114 მილიონი ავწიეთ ლონდონის ბირჟაზე. კომერციულ ბანკებს 2015 წლიდან არასაბანკო აქტივების ფლობა ეკრძალებათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ რეგულაცია მოსალოდნელი საფრთხეების პრევინციას მოახდენს. თუ ბანკის აქციონერს უნდა ინვესტიციების განხორციელება არასაბანკო სექტორში, ის მას განახორციელებს თავისუფლად, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამაში, უბრალოდ ეს არ გაივლის საბანკო სექტორზე და კიდევ უფრო მარტივად ვთქვათ, ამაში არ იქნება ინვესტირებული მიანაბრების თანხები. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებში კი აცხადებენ, რომ არაპროფილური ბიზნესის ფლობელი ბანკების მიმართ კითხვები რეალურად არსებობდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა თავისუფალ კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს. მართლაც იყო გარკვეული საუბრები იმის შესახებ, რომ ეს არაპროფილური ბიზნესი განსაკუთრებით საუბარი იყო სამშენებლო ბიზნესზე, პრობლემებს უქმნის ბაზარზე მყოფ სხვა კომპანიებს და ამიტომ ალბათ დროული იყო ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ საუბრებს ბოლო მოეღოს და ყველა თუნდაც სამშენებლო ბიზნესში ყველა მოთამაშეს მიეცეს თავისუფალ კონკურენციაში ჩაბმის საშუალება. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, საბანკო სექტორი არაპროფილურ აქტივებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით არ იყენებდა. ეს უფრო იყო რეპუტაციული რისკის თავიდან ასაცილებლად გადადგმული, ვიდრე რაიმე სხვა თვალსაზრისით, ვინაიდან საბანკო სექტორის მთლიან აქტივებთან მიმართებაში იმდენად უმნიშვნელო იყო არაპროფილური აქტივების ცილი, რომ ამას რაიმე ისეთი ნეგატიური ეფექტის მოტანა არც საბანკო სექტორისათვის და არც იმ ბიზნესებისათვის, რომელმაც თავიანთი პოზიციები გამოხატეს ამასთან მიმართებაში, ძალზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე შვილობილ კომპანიას TBC ბანკიც ფლობს, თუმცა ბანკში ამტკიცებენ, რომ მათგან არც ერთი საფინანსო სექტორს არ ცდება. არაპროფილურ აქტივებთან გამოშვებების თაობაზე განცხადებები არც სხვა ბანკებში გაკეთებულა.